14 იანვარს თეატრალური სამყარო ქართული თეატრის დღეს აღნიშნავს. 162 წლის წინ ამ დღეს ქართული თეატრის ფუძემდებლის გიორგი ერისთავის პიესა გაყრა წარმოადგინეს. პირველი კლასიკური გიმნაზიაში იქ, სადაც 1850 წელს პირველი სპექტაკლი ითამაშეს, დღეს ილუსტრირებული ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. გიორგი ერისთავის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოცემულ წიგნში შესულია ესეთი საარქივო დოკუმენტები და უნიკალური ფოტოები, რომლებიც პირველად ქვეყნდება. პრეზენტაციასთან ერთად სააქტო დარბაზში ქართული თეატრის დღისადმი მიძღვნილი გამოფენაც გაიხსნა. თეატრის დღეს ტრადიციულად ყოველ წელს აღნიშნავს ჩვენი სამსახური. წელს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქართული თეატრის ფუძემდებლის გიორგი ერისთავის 200 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი კატალოგი გამოგვეცა სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ეს ქართული თეატრის ილუსტრირებული ისტორია ასეთი რამ არ გაკეთებულა და ჩვენთან დაცული აი უნიკალური მასალების საშუალებით ადამიანს ექნება საშუალება არა მარტო საინტერესო ტექსტები, არამედ საინტერესო ილუსტრაციები ნახოს. აქ არის ყველაფერი. აი პირველი ქართული სპექტაკლის პირველი ფარდიდან დაწყებული დამთავრებული პირველი პიესის ხელნაწერი.